ვერაფრით მისი სიდიდე ვერ მოინელეს გლეხის ოჯახში. დაბადებულ გაზრდილი კაცი, ვისაც განათლება ჰქონდა 4 კლასი სასულიერო სემინარია. ვერ მოინელეს ის, რომ უზარმაზარი სახელმწიფოს მმართველი გახდა, ატომური სახელმწიფო შექმნა. ყველა მის თანამედროვეზე მაღალი იყო. ბევრად მასზე განათლებული, წარმატებული ოჯახის შვილის, დაწინაურებულის, არისტოკრატის ყველას რო აჯობა ეს ვერ მოინელეს და ნაპოლეონზე 10-ჯერ მეტი რო იყო, კეისარზე 20-ჯერ მეტი, ალექსანდრე მაკედონელზეც დიდი. და ეს რო სტალინი და ეს რო ქართველი იყო, ეს ვერ მოინელეს. კალოშით მოსულები ხელისუფლებაში სასახლეები წარმოჭიმეს, გინდა ნაცებში, გინდა კოცებში რა. გლეხი მოსული ამხელა სახელმწიფო სათავეში, რომელმაც ატომური სახელმწიფო დატოვა, გახეული ბატნიკის წავიდა იქ და ომის დროს საკუთარი შვილი მარშალში პავლიუსში არ გაცვალა და ამათმა საკუთარი შვილები ჯარში გაუშვეს კი არა, ისე დანიშნეს უმაღლეს თანამდებობებზე, ერთი დღეც არ ყოფილან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამას ვერ პატიობენ სახელმწიფოებრივ მიდგომებს, როგორ უნდა შექმნას ძლიერი სახელმწიფო. თქვენ შეიძლება წახვიდეთ საფრანგეთში და ნახოთ, რომ სტალინგრადის ქუჩებია რა, სტალინგრადის მეტროა. და არა მარტო ერთ ქალაქში, მეგაპოლისებშია ესე. გამომდგარენ ესენი და ქართველს აგინებენ და ზედგინ მოუთხარეს და დღესაც ის გორი სადაც დაიბადა, სტალინის სახლ-მუზეუმით ცხოვრობს, მეტი შემოსავალი არ აქვს გაურკვევს. მკვდარიც ვერ გამოიყენეს, რომ ტურისტული შემოსავლის ცენტრი იყოს სერიოზული და სანახაობითი ფორმა ჰქონდეს. ნებისმიერ სხვა ერს რო ყოლოდა ესეთ ისტორიაში დასარჩენი ადამიანი, იქეთ იმისგან ისეთ შემოსავალს გახდიდა, ხო? ხელით მისათითებელი იქნებოდა დღემდე. ისე რაც არ უნდა თქვა და რაც არ უნდა იძახოთ, მაინც ქართველი იყო. და ისეთმა ადამიანებმა იციან, ეს საერთოდ შეიძლება საქართველოს რო არ იცოდნენ სადაა. თქვენ შვილებს არ ემახსოვრებით თქვენი სიკვდილის მერე და ის კარგი იყო თუ ცუდი იყო, ყველას ახსოვს, მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვისაც არ გინდათ ვაძელაპარაკი, მაგრამ გალაპარაკი.